ნაცების აკრძალვა იმდენად რეალური ეგონა ყველას, რომ აი კოცები აპირებენ ნაცების აკრძალვას, რომ თვითონ ნაცებსაც კი ეგონათ, რომ აი დღე-დღეზე კრძალავენ. გუშინ გამოვიდა დინარიძე და თქვა, რომ ჩვენო პროცედურული ხალხი ვართ, რაღაც წესებიო იქ, ვადებიო. მოკლედ ვერ ვასწრებთ ნაცების აკრძალვასო, მაგრამ რას ვიზამთ? ჯანდაბას კიდე ერთ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და რომ წააგებენ, მე წაგებულ და ზევიდან ავკრძალავთ. კოცებისთვის ნაცები არის როგორც სითბო და სიცხე. მარტო მასთან დაპირისპირებაში არსებობს. მარტო მასთან კონტრასტში არსებობს. ისინი არსებობენ მარტო ერთმანეთთან დაპირისპირებაში. კოცებიც ვერ წარმომიდგენია როგორ აგრძელებენ არსებობას ნაცების როგორც ბოქსიორის მსხალის გარეშე. თან ნაცებთან ბრძოლა მათთვის ძალიან კომფორტულია. ნაცებმა მოახერხეს რომ 13 წლის მანძილზე კოცებთან ბრძოლის ტაქტიკა ერთხელ რაც აირჩიეს ის არ შეეცვალათ. თქვენ რუსებო, თქვენ ასეთებო, თქვენ ისეთებო ეძახიან, იქიდან ისინი ეძახიან სისხლიანი 9 წელი და საბოლოო ჯამში ამ დაპირისპირებაში მოქალაქეებისთვის უფრო დამაჯერებელი არის ხოლმე კოცების წახილი. ხო და აი ამ დაპირისპირებაში ამ ორ ბრძოლაში ნაცები ყოველთვის წააგებენ კოცებთან და ეგეთი სპარინგ პარტნიორი ხო ყველაზე კომფორტული სპარინგ პარტნიორია თუ შენ რაღაცა იდეა არ გაქვს რომ შენით განვითარდე და უფრო მაგარი გახდე. ის სიტუაცია თუ გაწყობს, გამოდის რომ ნაცები არიან იდეალური მეორე ადგილოსნები კოცებისთვის. რას ნიშნავს გააქროვენ? ეგ არავინ არ დაიჯეროთ. რომც აკრძალონ ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია, ნაცებს როგორც იდეას მაინც შეინარჩუნებენ და სხვა პარტიებში მაინც ჩატოვებენ ხალხს, რომ იმათ ებრძოლონ და აი ნაცები კი გავაუქმეთ, მაგრამ კარები აუჭედეთ, ფანჯრიდან შემოდიან, აგერ სხვა პარტიებით აპირებენ და მერე ეხლა იმ პარტიებს მოუგებენ ხოლმე არჩევნებზე. ასე რომ ნაცები არსად არ წავლენ მანამ სანამ კოცები არსებობენ და პირიქით. ისინი ერთმანეთისთვის ძალიან კომფორტული პარტნიორები არიან.